ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩნდა, დედამიწას გული გადაუხსნა. შეკ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდო და 1000 უალი დարձა. იშრომი, გაისარჩიო და ექცილდრე დედამიწის გული და ამოიხიდა სათხექცლოდ მოიხმარიო. თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიფხერტაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა ქვეყანაზე უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არ ჩვენ თვითონა ვართ უხეირონი, ღმერთი რჯული, კტავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანით და ძალხონით მოგდეს, არც ხალისი გვაკლია, ეს ყველაფერი გვაქვს, ეს მდიდარი, პატარცალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯალიანი, კვლავ ძლიერი ხალხი, გამრჯილი და ოფლის მყვრელი. მაშინ რა ხდება ღარიბლიო? კითხავთ თქვენ. იმიტომ რომ არ ვიცით სად რა სიმდიდრეზევს, სად რა გალზია, არ ვიცით საიდან რა ამოვიღოთ, რა ხერხი და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაცადული იყოს და ლაჯაფებიც ფლობათ. აკივა მოს ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრი ისა, რაც თქვენისავე სიტყვით თვითონ ხოლისაც შობია, რაც ძლიერს მკლავს ხერხიერად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღობა ხოლმე და უტყუარად ეუბნება. აი აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისგან შელთვის მიბარებულიო. ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო. მაგისთანა ღვთისლიერს ჭილამცხოს ცოდნა ჰქვია. უამისო დედამიწა თავის უხს და უხარბიელს გულს არ გადაგვეხსნის. ისე უხვად არ მოგაბარებს, რამოდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, სადაც ცოდნა აქვს ხალხსა, 4 თვის მიწა ისე უჭმელად აცხოვრებს ვითელ ოჯახს, როგორც ჩვენში 20 და 40 წლის პატრონიბერას ცხოვრობს. რათა? გალაივითი რომ ისინი კვლავ-ძარღვად ჩულავ-ჯობიან. არა, იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან, ხერხის ჯობია ხოლესაო. თქვენ განმეთქმულა და მართალიც არის. ცოდნა ხო ხერხია, მაგრამ თვითონ თავისთავადაც სიმდიდრე არის. Yəni იმის თელა სიმდიდრე, რომ კაცი ესაც წავად არ მისდევს, უხარჯოთ და უბარგოთ. ვერცავილი მოჰყარავს, ვერცავილი წილ გადუდგება. ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია. ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად დასჭირს და სარბაზალზედაც უფრო ძლიერია. ღონიერი და ჭირთამძლები ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყოვებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია. კაცი უნდა ხერხი იყოს, გահქონდეს და გამოჰქონდესო. თქვენ განმე მაქვს გაგონილი და დასწავლული. მართალიც არის, კაცის ზღვის მარგეც უნდა იყოს და თავისთავისაც. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაუნესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით ზღვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც ჩამოაქვს. ეგ თქვენ თვითონაც კარგად იცით, თქვენ თვითონ ყოველ დღე ხედავთ, რომ ეგ ეგრეა. ალოში გურსისედას უფრო მეც არ გულებთ ხოლმე, ვიდრე მეხრესა. რათა? იმიტომ რომ მუთნძი და მცოდნია და მეხრე კი არა. ურმისკეთებელი უფრო მეტად აღრეს მოჯამაგერად არ უმტკება, ვიდრე უბრალო მუშაკაცი. თუნდაც ერთეულად იმაზე მეტი იყოს, კლავითაც და ჯალითაც. რათა? კიდევ იმიტომ რომ უნის ხელოსალი ცოდნე კაცია და უბრალო მუშაკი არა. ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თვითონ თავისთავადაც სიმდიდრე არის მეთქი. მერე იმის თალამადიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შლა რა დაგაკლებება რა თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ამ თებულ სალთელს ახგავს. ერთ სალთელზე რომ 1000 სხვა სალთელს მოვკიდო, სალთელს იმით არც ალი დააკლება, არც სინათლე, არც სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ 1000 სხვა სალთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა. სალთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბუშუტავდეს შორს სადმე მრელაში, ქულს არავს, ტერს აფრთხობს. იქ სინათლეა, შანს ღვიძავთო და დაგვიანებულს მოყარეს კი ახარებს კიდევ იმითი, რომ იქ ღვიძილია, ღვიძარები დამხვდებიანო. სანთელს მარტო იმაში არ ჰგავს, რომ სანთელი როცა იქნება ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე. ერთალანთებული ცოდნა კი თავის ფრესში არა. მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდან შვილის შვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული. ცოდნა კიდევ იმითია კარგი, რომ იმან უფროს უმცროსობა არ იცის, როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თითოეულ ღმერთი.
ერთნაირად შეიბედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვაულ გლეხსაც და ბუზვენტებით მოთულ თავადსაცსა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დააშუნებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდამილი და მოწადინებული მივიდეს ცოდვის კარამდისა. ახლა სად არის ეგ კარი? როგორ შევიძინოთ ის სალატრელი კალიცი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულწნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩლეთო. ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალების მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ წნელს საქმეს და თავის და სასახელოდ და ჩვენ და საბედნიეროდ აქ ამ სოფელში აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ცუდისათვის ძიძები მოიწმია. ის კაცი ილია წინამძღვარი შვილია. ის საკვანი, აი ის პატარა შენობა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს. ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან. აი სად და ვისი ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც დააფრთხობს მტერს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი ამ სახლიდან გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყოველგან გამარჯვებული ფარხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენ და სადგეგრძელოთ, ჩვენ და საბედნიეროდ. მაშინ გაუმარჯოს ხალხო ამ სკოლას, ამ ცოდნის აკვანსა. გაუმარჯოს ილია წინამძღვარიშვილს, ამ აკვნის დამდგმელსა. გაუმარჯოს ამ სკოლის ოსტატებსაც, რომელნიც გაარწევენ ამ აკვანს დასაძინებლად კი არა, გასაზრდელად, გასაღვიძებლად. გაუმარჯოს ამ პატარა კაცსაც, თავად ბებუთაშვილს, რომელმაც მარტო ერთი საქმის სიყვარულის გამო მთელი თავისი დრო და ცოდნა ამ სკოლის აშენებას მოახმარა. ღმერთმა თქვენს ყოველთვის და ყოველგან გამარჯვება მოგცეთ. ღმერთმა შეგასწროთ იმ დროს, რომ აქედან ამ სკოლიდან გამოსულს თქვენ შვილს შეხაროდეთ და იმისის ცოდნით ფეხზე წამოყენებულმა ოჯახმა, გამოკეთებულმა მამულმა დაგანახოთ, რომ მართლაც ხერხის ჯობნებია ღონესა. მაშინ იქნება ჩვენმა თვალმავე ისიც გვიმოწმოს, რაც გულში მამა პაპატგან მარტო ანდერძად ჩაგვჩენია. ის ურჩევნია მამულსაო, რომ შვილი სჯობდეს მამასაო. თქვენ როცა სიმღერას გაათავებთ ხოლმე, იტყვით, თქვენი გამარჯვებისა იყოსო. და მეც თქვენებურად, ჩვენებურად გეუბნებით, თქვენი გამარჯვებისა იყოს.